სასკოლო პროექტის ფარგლებში მშობელი სკოლაში გურჯაანის მესამე საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებს პრეზენტაცია წარუდგინეს, სადაც დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ყველაზე გავრცელებული გენეტიკური ცვლილების შესახებ. შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებს გურჯაანში ახლად გახსნილი აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი დაათვალიერებინეს და სერვისები გააცნეს. ნომერ მესამე საჯარო სკოლის და ჩვენი ერთობლივი პროექტი, ესე რომ ვთქვათ, რომ ბავშვებისთვის მიგვეტანა ეს ინფორმაცია, რაც მათთვის მნიშვნელოვანი არის და კი კოტეხის სკოლაში არის, მესამე საჯარო სკოლაში არის, როგორც ვიცი, 6 შშპ-ის სტატუსის ბავშვი და მნიშვნელოვანი არის, რომ მათ ეს ინფორმაცია ჰქონდეთ და რა თქმა უნდა, თვითონ კოტეხის სკოლაშიც ძალიან აქვთ ამ ბავშვებს ხელშეწყობა და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ კომფორტულად იყოს და ნამდვილად ყველა მშობელი კმაყოფილი არის ამ სკოლაში, ვისაც დაყავს ბავშვი. ეს არის ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც რამდენიმე სპეციალისტი ყავს ჩვენ და შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის ყველა პროცედურა არის სრულიად უფასო. ნევროლოგი ყავს, ოკუპაციური თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, მასაჟისტი და კიდევ რამდენიმე სპეციალისტი ყავს.